მოგესალმებით, ეს მეცკრიპტომია და ჩვენ მისი წამყვანები ლევან ალავიძე და ნინი ჯალაბაძე ვართ. მოგესალმებით. მენოპაუზა კონკრეტული დიაგნოზი არ არის და ამ დროს ტვინის ჰორმონების მეტაბოლიზმისა და მთელი ორგანიზმის ხანგრძლივი გარდაქმნა იწყება. რატომ გადის ზოგ ქალში ეს პერიოდი თითქმის შეუმჩნევლად? სხვებისთვის კი ქრონიკულ დაღლილობად, უძილობად, ტვინის ნისლად და ჯანმრთელობის სერიოზულ გამოწვევებად იქცევა. დღეს მეცნიერება სულ უფრო მკაფიოდ ამბობს, ქალის მომავალი ჯანმრთელობა მხოლოდ გენეტიკის განაჩენი არ არის. ცხოვრების წესი პირდაპირ განსაზღვრავს, როგორ გაივლის ქალი ამ ეტაპს. ამ თემებზე ნიუ-იორკიდან კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინის დოქტორანტი ქეთევან შავლიაშვილი ჩაგვერთვება, რომელმაც მენოპაუზისა და შუახნის ქალთა ჯანმრთელობის მიმართულებით განათლება ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში მიიღო. აქ იკვირეს სამედიცინო სიახლეებით დავიწყოთ. ნიკოტინი ძლიერი ადიქციური პოტენციის მქონე ნივთიერებაა, რომლის ზემოქმედება კოკაინისა და ჰეროინის მიერ გამოწვეულ დამოკიდებულებების ანალოგიურია. კვლევები ადასტურებს იმასაც, რომ მწეველთა 70%-ს სურს მოწევა შეწყვიტოს, თუმცა სტანდარტული თერაპიული მეთოდები ნაკლებ ეფექტურია მათ შემთხვევაში. ამიტომ დღის წესრიგშია უფრო ეფექტური ფარმაკოლოგიური და ფსიქოთერაპიული გზების პოვნა, სადაც ერთ-ერთ პერსპექტიულ მიმართულებად ჩადოსნური სოკოების, ძირითადად ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოდელიკების გამოყენება განიხილება. ბავშვობაში ჩვენი ტვინი ძალიან ადვილად სწავლობს ახალ რაღაცებს, ენებს, მოძრაობებს, სოციალურ უნარებს. ამ პერიოდს მეცნიერები კრიტიკულ პერიოდს ეძახიან. ნეირომეცნიერი გული დოლენი ხანგრძლივი კვლევებით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ამ ნივთიერებას ტვინში ეგრეთ წოდებული კრიტიკული პერიოდების ხელახლა გახსნა შეუძლია. ტვინი დროებით იღებს შესაძლებლობას ძველი ჩვევები, შიშები ან ტრაუმული რეაქციები უფრო მარტივად შეცვალოს. ახლა მეცნიერები იკვლევენ, შეიძლება თუ არა ასეთი მიდგომა დაეხმაროს დეპრესიას, ტრაუმის შემდგომ სტრეს დამოკიდებულებას და სოციალურ ურთიერთობებს და ამ სირთულეებს. მიოკარდიუმის ინფარქტი ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო კარდიოლოგიური მდგომარეობა, რომლის რისკი წლებთან ერთად შეუმჩნევლად იზრდება. როგორც დახსნას, დაავადებების დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მკურნალობა, არამედ დროული პრევენცია და იმ ნიშნების ამოცნობა, რომელიც შესაძლოა სერიოზული პრობლემის წინაპირობა იყოს. ხშირად პაციენტები კარდიოლოგს მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როცა ტკივილი ან დისკომფორტი უკვე არის გამოხატული ძალიან მკვეთრად. თუმცა ინფარქტის რისკის შეფასება შეგვიძლია უფრო ადრეულ ეტაპზე, ამბულატორიული კვლევების და საჭიროების შემთხვევაში თანამედროვე დიაგნოსტიკური ტექნოლოგიების გამოყენებით. სწორედ ამიტომ დღეს ვისაუბრებთ მიოკარდიუმის ინფარქტის პრევენციასა და ადრეულ დიაგნოსტიკაზე. რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდის არის აუცილებელი კარდიოლოგთან ვიზიტი და რა უპირატესობა აქვს კარდიოლოგიური შემოწმების ჩატარებას მულტიპროფილურ კლინიკაში. დღეს ჩვენ ამ თემაზე გაგვისაუბრება ნიღოზუდასის კარდიოლოგი თამარ ნარმანია. მოგესალმებით და პირველი კითხვით დავიწყებთ. რა არის მიოკარდიუმის ინფარქტი? რა ნიშნები ახასიათებს მას და რატომ არის აუცილებელი მისი ადრეული აღმოჩენა? მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მიოკარდიუმის ინფარქტი არის ცოცხლის საისში მდგომარეობა, როდესაც ხანგრძლივი კასკადური პროცესი ბოლოში ვითარდება უეცარი მწვავე მიოკარდიუმის ჟანგბადის დეფიციტის ფონზე და ვითარდება მიოკარდიუმის კტომა. მიოკარდიუმის ინფარქტი მიმდინარეობს მიოკარდიუმის ინფარქტამდე პერიოდი მოიცავს ხანგრძლივ დროს, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ უეცარი მწვავე მდგომარეობა, მას ახლავს წინარე პერიოდი, რომელიც თავისი არსით წლების მანძილზე ხანგრძლივდება და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მისი ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში ვიმოქმედოთ და ავირიდოთ თავიდან. მიოკარდიუმის ინფარქტი ზოგადად არის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ევროპაში გულსიზრახთა სისტემით იღუპებიან ადამიანები, დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი იღუპება წლის მანძილზე და ის არის მედიცინის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ამ შემთხვევაში. უნდა ვიკითხო კორონოგრაფიაზე, რომელიც არის ყველაზე ზუსტი გზა შემოწმების და ასევე ყველაზე, ასე ვთქვათ, უსაფრთხო. და რატომ ითვლება ეს ასე და რა ტიპის პროცედურაა? კორონაროგრაფია არის ოქროს სტანდარტი კორონარული სისწრაფის გამოკვლევისთვის, რადგან ის გვაძლევს შესაძლებლობას სრული ანატომიური სურათი მივიღოთ გულის მკვებავის სისწრაფის და არის ასევე უსაფრთხო კვლევა, ვინაიდან პაციენტი პროცედურის მერე მალევე მიდის სახლში. კორონაროგრაფია გვაძლევს შესაძლებლობას, რომ თუ პროცედურის მსვლელობაში ჩვენ აღმოვაჩინეთ რაიმე ისეთი კრიტიკული შევიწროება, რომელიც საჭიროებს ჩვენი მხრიდან ჩარევას, ჩატარდეს შესაბამისი ჩარევა სტენტირების სახით, ასევე არის განსაკუთრებული შემთხვევები, როდესაც სისხლები არის მკვეთრად კალცინირებული
და სტანდარტული სიტუაციით, სტანდარტული მიდგომით ბალონირებით და სტენტირება შეუძლებელია. ამ შემთხვევისთვის ჩვენ გვაქვს ულტრათანამედროვე მეთოდი, ეს არის როტაციული ათერექტომია, რომელიც ამ შემთხვევაში გვაძლევს ძალიან რთული შემთხვევების ტექნიკურად ჩარევის ჩატარების შესაძლებლობას. დიახ, ვსაუბრობთ კორონოგრაფიაზე, თუმცა ეს არის უკვე კვლევა, რომელიც წარდება თუ გვაქვს მაღალი რისკები, სწორედ ამ მიოკარდიული დაავადების განვითარების, აქამდე შეგვიძლია მივმართოთ სტრეს ტესტსაც. რა ტესტი არის ეს? რა ინდიკაციები, რა დროს ვიყენებთ მას უფრო ხშირად და როგორ შეგვიძლია მისი დახმარებით ადრეულ ეტაპზე ამოვიცნოთ გვაქვს თუ არა რისკი მიოკარდიული ინფარქტის. ამბულატორიულ ეტაპზე, როდესაც ჩვენ ვატარებთ პაციენტის სკრინინგს, ან ზოგადად პაციენტი მოდის კონტროლზე სხვადასხვა ჩივილით, ჩვენ ვაკეთებთ მიოკარდიუმის სტრეს ეხოკარდიოგრაფიას, ასევე ეს არის დატვირთვის ტესტი ტრედმილზე, რომელიც იძლევა საშუალებას მოსვენებულ მდგომარეობაში გამოვავლინოთ გულის შემია და ის ცვლილებები, რაც ჩვეულებრივ სტანდარტულ მშვიდ მდგომარეობაში არ ჩანს. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ აღმოვაჩინოთ ეს პრობლემა და შემდგომ უკვე დადებითი ტესტის შემთხვევაში გამოვიყენოთ კორონაროგრაფია, რომელიც მოგცემს უკვე ჩარევის შესაძლებლობას. გასულ თვეში იყო არაერთი შემთხვევა ახალგაზრდებში ინფარქტის და რა არ შეიძლება იყოს ამის მიზეზი და როგორ შეიძლება თავის დაზღვევა ასეთ შემთხვევებში, ახალგაზრდების შემთხვევაში? ზოგადად საკითხი არის ძალიან მრავალფაქტორული, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი არის გენეტიკური განწყობა, მავნეჩვევების არსებობა, არის მნიშვნელოვანი სტრესული ფაქტორების არსებობა, კვების სტილი, ცხოვრების წესი ამ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში ერთადერთი მნიშვნელოვანი რითიც შეიძლება ამ საკითხებზე გამოვახდინოთ, ეს არის ზოგადად მივაქციოთ ყურადღება რა რისკ ფაქტორებს მოვიცავთ, გვაქვს თუ არა გენეტიკური განწყობები, თუ გვაქვს ჰიპერტენზია, ჭარბი წონა, შაქრიანი დიაბეტი. ამ შემთხვევაში ნებისმიერ ასაკში ჩვენ გვეკუთვნის სკრინინგი. ზოგადად სტანდარტულ შემთხვევებში 40 წლიდან ჯანმრთელ ადამიანებშიც უკვე მამაკაცებში მოწოდებული არის კარდიოლოგიური სკრინინგი წელიწადში ერთხელ, ხოლო ქალბატონებში 50 წლიდან. თუმცა არის განსაკუთრებული შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდა ასაკიდან იწყება უკვე კვლევების ჩატარება, ეს ეხება სწორედ იმ გარკვეულ ფაქტორებს, რომელიც უკვე ჩვენ ჩამოთვალეთ, რა დროსაც შეგვიძლია რომ თავიდან ავირიდოთ ეს ფატალური საკითხი. როცა ვსაუბრობთ მიოკარდიული ინფარქტის პრევენციაზე და უკვე მის მართვაზე, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ პროცესში ჩართული იყოს, რა თქმა უნდა, კარდიოლოგი, მაგრამ არა მხოლოდ კარდიოლოგი, არამედ უფრო ფართო გუნდი. რა მნიშვნელობა აქვს ამ მულტიდისციპლინარული გუნდის ჩართულობას უფრო დროულ ეტაპზე აღმოჩენაში და ამ დაავადების მართვაში? მულტიდისციპლინარული გუნდის არსებობა და ზოგადად მულტიპროფილურ კლინიკაში მსგავსი ტიპის კვლევების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით უსაფრთხოების საკითხს მოიცავს პაციენტისთვის, ვინაიდან თვითონ კარდიოლოგიური დაავადებები არის ძალიან მულტიფაქტორული. ჩვენ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ასევე ხშირად თანხმლებ დაავადებებთან, როდესაც პაციენტი მოგმართავს კლინიკაში, ჩვენთან გვაქვს ასე ვთქვათ კარდიოლოგიური გუნდი შექმნილი, რომელიც ზოგადად ჩართული არის მკურნალობის პროცესში საჭიროების შემთხვევაში, რომელიც მოიცავს ინტერვენციულ კარდიოლოგს, კარდიოქირურგს და მულტიპროფილურ კლინიკაში განსაკუთრებით ისეთ სიტუაციებში, როდესაც არის სასწრაფო სიტუაცია და კორონაროგრაფიით ან სხვა კვლევით ჩვენ ვავლენთ მნიშვნელოვან სისხლისთვის საფრთხის შემცველ საკითხს. შეგვიძლია მკურნალობის პროცესში ჩავრთოთ ძალიან გამოცდილი კარდიოქირურგიული გუნდი, საუკეთესო რეანიმაციული გუნდი, რომელიც ნებისმიერ დროს მზად არის ნებისმიერი სირთულის ჩარევის ჩასატარებლად კლინიკაში. და ერთი ეს შეკითხვა, რომელიც ასევე მქონდა ნიშნებზე, აი მთავარი ნიშნები და სიმპტომები, რომლის დროსაც პაციენტებმა აუცილებლად უნდა მოგმართონ და რატომ არის მნიშვნელოვანი და რა როლი აქვს, ესე ვთქვათ, შეჯობია ალბათ, რომ პრევენციას ამ დაავადების მართვის დროს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის კლასიკური ჩივილები და არის არატიპიური ჩივილები. კლასიკური ჩივილი მოიცავს დატვირთვის დროს დისკომფორტს ან სიმძიმეს კონკრეტის არეში. შეიძლება ეს გადაეცემოდეს მხარში, ბეჯში, შეიძლება ხანდახან ეპიგასტრიმში ეგრეთ წოდებული კუჭის მიდამოში, რაც ხშირად არის ხოლმე შეცდომის საფუძველი კლინიკურ პრაქტიკაში და პაციენტებს თვლიან, რომ ეს არის კუჭის პრობლემა. ასევე შეიძლება იყოს ხერხემალში irradiatsiით ზურგში. არის ასევე არატიპიური ჩივილები, როდესაც ადამიანს აღენიშნება უბრალოდ დაღლილობა, უბრალოდ დატვირთვის მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება, აქვს უბრალოდ ჰაერის უკმარისობის შეგრძნება და არის წნევის, არტერიული წნევის ციფრების დიდი ცვალებადობა. ეს არის ის ძირითადი საბაზისო ნიშნები ზოგადად, რაც არის ხოლმე ამ შემთხვევაში გამოვლინი, რა დროსაც აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს,
და იქ იმის მიერ უნდა მოხდეს უკვე დიფერენცირება, ეს არის უშუალოდ კონკრეტულად გუგლის პრობლემა, თუ ეს არის რაიმე სხვა დაავადებები, რომლებიც ასევე შეიძლება იყოს მიზეზი, ეს არის გუჭაწყალვის სისტემა, ხერხემლის დაავადებები, ნევროლოგიური პრობლემები და ასე შემდეგ. და ბოლოს უკვე აუცილებელია ასევე შევხედოთ პაციენტებისთვის რჩევებს, რა რჩევებს მიცემთ პაციენტებს, რომ გულის მიოკარდიული გაზიანება თავიდან პოტენციურად აფირიდოთ, ან ეს პრობლემა გადავადოთ ხანგრძლივად. პირველ რიგში, რასაც ურჩევდი ადამიანებს ამ თვალსაზრისით, ეს არის რომ კონდეს ჯანსაღი ცხოვრების წესი, ფიზიკური აქტივობა, რომელიც კვირაში მინიმუმ 150 წუთს მაინც უნდა მოიცავდეს, კვების სტილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნაჯერი ცხიმების და სუფრის მარილის გამოყენება იყოს შემცირებული იმ ადამიანებს, რომელსაც არტერიული ჰიპერტენზია აქვთ, მაქსიმალურად კონტროლებული კონდეთ არტერიული წნევის ციფრები. ადამიანებთან, რომელთანაც არის ლიპიდური ცვლის დარღვევები, მაქსიმალურად ქოლესტერინის ცვლა იყოს მოწესრიგებული და უარი ვთქვათ თამბაქოზე. თამბაქოს მოხმარება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი დაავადების პროვოცირებისთვის. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო თქვენი სტუმრობა და მე მგონი რჩევები მაისისტრი იყო ძალიან დატვირთული ამ პრობლემებით და დიდი იმედი გვაქვს რომ ესაც პრევენციული გზები იქნება ეფექტური. რჩევებსაც თქვენს მიერ მიწოდებულ რჩევებსაც გაითვალისწინებენ. ძალიან დიდი მადლობა. დღეს ქალთა ჯანმრთელობის სფერო გლობალური ტრანსფორმაციის ეპიცენტრშია. აწლეულების განმავლობაში არსებული დუმილი და სტიგმა მეცნიერულმა პროგრესმა და პერსონალიზირებულმა მიდგომებმა ჩაანაცვლა. მნიშვნელოვანი სიახლეებია მენოპაუზის მართვაზე. ჰორმონალური ცვლილებების სხვადასხვა ეფექტებზე ვრცელდება ინფორმაციები თუ როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა მენოპაუზის შემდეგ. ამ და სხვა თემებზე დღეს ჩვენი სტუმარი, ექიმი, ანტრეპრენერი, კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინის დოქტორანტი ქეთევან შავლიაშვილი ნიუ-იორკიდან გვესაუბრება. ქეთევანმა სპეციალიზებული განათლება ფუნქციურ მედიცინაში IFM-ში, ხოლო მენოპაუზისა და შუახნის ქალთა ჯანმრთელობის მიმართულებით ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში მიიღო. მოგესალმებით, ქალბატონ ქეთევან, დიდი მადლობა რომ გვიერთდებით და ძალიან გვიხარია რომ ამ თემაზე თქვენთან საუბრის საშუალება გვაქვს და მინდა პირველი კითხვა დაგისვათ მენოპაუზასთან დაკავშირებით თუ მენოპაუზა ზოგადად ხშირად ითვლება ხოლმე იზოლირებულ მოვლენად და სინამდვილეში ეს არის დროში გაწელილი პროცესი, ასე ვთქვათ და რამდენად ადრე იწყება ქალის ჯანმრთელობის იმ ტრაექტორიის ჩამოყალიბება, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს, როგორ გაივლის ის ამ გარდამავალ ეტაპს. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში, ნამდვილად საზოგადოებაში არსებობს მცდარი წარმოდგენა, თითქოს მენოპაუზა ერთ დღეს დგება, ერთ დღეს ქალი გაიღვიძებს და არის უკვე მენოპაუზაში. სინამდვილეში ორგანიზმი ამ ცვლილებისთვის წლების განმავლობაში ემზადება. 35-40 წლამდე ასაკამდე ეს არის პრემენოპაუზის ფაზა და ქალის ჰორმონული ფონი აქამდე არის სტაბილური, თუმცა 40-იანი წლების შუახანიდან იწყება პერიმენოპაუზა. ეს არის ყველაზე турბულენტური ფაზა, რომელიც შეიძლება 4-დან 10 წლამდე გაგრძელდეს. ეს არის ჰორმონული ქაოსის პერიოდი. სწორედ პერიმენოპაუზის პერიოდში იჩენს თავს წამოხურებები, უძილობა, ტვინის ნისლი, გულის ფრიალი, სახსრების ტკივილი. ეს არის ყველაზე რთული ფაზა მენოპაუზის პერიოდში. ქალები ხშირად ამბობენ, რომ საკუთარ თავს ვერ ცნობენ. ამას ემატება დეპრესიული სიმპტომების 40%-ით გაზრდილი რისკი. და ეს არ არის ხასიათის ცვალებადობა, ეს არის ნეირობიოლოგიური ცვლილებები. პარალელურად იზრდება გრძელვადიანი რისკებიც, ჯანმრთელობის ძვლების სიმყიფე, სიძარღვთა დაავადებები, ვისცერული ცხიმის დაგროვება. ამ ქაოსის შემდეგ დგება თავად მენოპაუზა და ეს არ არის ფაზა, ეს არის კონკრეტული დღე კალენდარზე, როდესაც ბოლო მენსტრუაციიდან ზუსტად 12 თვე გადის. საშუალოდ 51-52 წლის ასაკში ხდება ეს. შემდგომ კი იწყება პოსტმენოპაუზის ფაზა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება, ანუ ქალი სიცოცხლის ბოლომდე არის პოსტმენოპაუზის ფაზაში. ამ დროს წამოხურებები ნელდება, მაგრამ ძვლის სიმკვრივის კარგვა, უროგენიტალური პრობლემები, სახსრების პათოლოგიები საკმაოდ ძლიერდება ამ ფაზაში. ანუ ხედავთ, რომ ეს არ არის მარტივი პროცესი.
და რაც შეეხება მთავარ კითხვას, რამდენად ადრე იწყება ჯანმრთელობის ტრაექტორიის ჩამოყალიბება, პერიმენოპაუზა ძალიან ღრმა მეტაბოლური ტრანზიციაა. ამიტომ მზადება 35-40 წლის ასაკიდანვე უნდა დავიწყოთ. თუ ამ ასაკიდანვე ვაკონტროლებთ ინსულინის დონეს ორგანიზმში, ვზრუნავთ ნაწლავის მიკრობიომის ჯანმრთელობაზე, ვაშენებთ კუნთოვან მასას, ჩვენ ვქმნით ჯანმრთელობის დამცავ ჯავშანს რეალურად. კუნთი არის ძალიან მნიშვნელოვანი ქალის ცხოვრებაში. ის არ არის მხოლოდ ჩვენი ორგანიზმის საყრდენი, კუნთი არის ხანგრძლივი სიცოცხლის და ჯანმრთელი სიცოცხლის და მეტაბოლური სიჯანსაღის ორგანო. აბატონო კეთავენ, ხშირად ვაწყდებით ამ საზოგადოება და მათ შორის სამედიცინო მხარეც ქალებს აჯერებენ და არწმუნებენ, რომ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ტკივილი და დისკომფორტი არის ცხოვრების ჩვეული ნაწილი. და ამისი ბოლომდე მართვა ან გაკვლინება არის შეუძლებელი და უბრალოდ მოთმინება არის საჭირო. მსგავსი მიდგომა არსებობს ასევე მენოპაუზის პერიოდში და ნაკლებად ხდება იმ ჩივილების და სიმპტომების მართვა და ერთგვარ ნორმალურ მდგომარეობამდე დაბრუნება ქალბატონების, იმიტომ რომ მიიჩნევა, რომ ეს არის მოთმენის ერთგვარი ფაზა. როგორ იცვლება დამოკიდებულება ამ მხრივ და რა გზები არსებობს, რომ ნაკლებ ტრამული და რთული იყოს ეს პერიოდი ქალისთვის? კი, ნამდვილად გეთანხმებით, საზოგადოებაში არის ეს ფესვგადგმულია ასეთი დამოკიდებულება, თითქოს ქალმა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ფიზიოლოგიური დისკომფორტი უბრალოდ უნდა მოითმინოს. ეს სტერეოტიპი განსაკუთრებით, როგორც აღნიშნეთ, მენოპაუზას უკავშირდება, თუმცა თანამედროვე მედიცინა ამ მიდგომას კრიტიკულად მოძველებულად და ძალიან სახიფათოდ მიიჩნევს. რაც უნდა გავითვალისწინოთ, არის ის, რომ აქ საუბარი მხოლოდ სიმპტომებზე არ არის. ჩვენ ვიცით, რომ მენოპაუზის დროს იზრდება ოსტეოპოროზის, გულსისძაფთა დაავადებების, კოგნიტური დაქვეითების რისკები. მენოპაუზა თავისთავად არ არის პათოლოგია, ის ქალის ცხოვრების ბუნებრივი გარდამავალი ეტაპია, თუმცა ის ჰორმონული ცვლილებები და ესტროგენის მკვეთრი ვარდნა, რაც ამ ეტაპს ახლავს თან, საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ძალიან სერიოზული პათოლოგიური პროცესები დაიწყოს ქალის ორგანიზმში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიმპტომების მოთმენაზე, მხოლოდ დისკომფორტზე ვფიქრობთ ხშირად, მაგრამ უახლესი სამეცნიერო მონაცემები სრულიად სხვა რეალობას გვიჩვენებს. მაგალითად, ავიღოთ წამოხურებები და ღამის ოფლიანობა, რასაც მედიცინაში ჩვენ ვაზომატოულ სიმპტომებს უწოდებთ, როგორც იცით. 2024-2025 წლების ფუნდამენტური კვლევები პირდაპირ გვეუბნება, რომ ინტენსიური და ხშირი წამოხურებები არ არის უბრალოდ ტემპერატურის დროებითი ცვლილება, ეს არის გულსისძაფთა დაავადებების გაზრდილი რისკის უშუალო ბიომარკერი. კვლევებმა აჩვენა, რომ ქალებს, რომლებსაც აწუხებთ ძლიერი ვაზომოტორული სიმპტომები, უორმაგდებათ იშემიური ინსულტის და გულის დაავადებების რისკი. უფრო მეტიც, იგივე ეხება პალპიტაციას, ანუ გულის აჩქარებას, რასაც ქალები ხშირად განიცდიან პერიმენოპაუზის დროს. უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ ეს სიმპტომები დაკავშირებულია სისხლძარღვებში ენდოთელიუმის დისფუნქციასთან. რასაც რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს კალციფიცირებული ათეროსკლეროზული ფოლაკების ჩამოყალიბებას და მათ დესტაბილიზაციას, რაც თავის მხრივ ინფარქტის მთავარი მიზეზია. რაც შეეხება ნევროლოგიურ მხარეს, კვლევები, მათ შორის პიტსბურგის უნივერსიტეტის უახლესი შრომები აჩვენებს პირდაპირ კავშირს განსაკუთრებით ღამის წამოხურებებს და ტვინის ჯანმრთელობას შორის. ქალებს, რომლებსაც აქვთ ინტენსიური ღამის ოფლიანობა, აღინიშნებათ თავის ტვინში სპეციფიური ბიომარკერების გაუარესება, რაც კოგნიტური დაქვეითების და ალცჰაიმერის დაავადების გაზრდილ რისკზე მიუთითებს. ამიტომ, როგორც ხედავთ, სიმპტომების მოთმენა აღარ უნდა იყოს და აღარც არის ნორმა, ეს არის დაგვიანებული რეაქცია და დაგვიანებული რეაგირება ორგანიზმის განგაშის სიგნალებზე, გადაუჭარბებლად შეიძლება ვთქვათ, და ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ დისკომფორტის მოხსნა, ჩვენი მიზანია შევაჩეროთ ის პათოლოგიური ტრაექტორია, გულსისძაფთა დაზიანება, ნეიროდეგენერაცია, იმისთვის, რომ ქალმა შეინარჩუნოს ჯანმრთელობა და სიცოცხლის მაღალი ხარისხი მენოპაუზის მომდევნო ათწლეულებში. სიმპტომებზე პრინციპში ბევრი ვისაუბრეთ უკვე და გენეტიკაზეც მინდა გკითხოთ, იმიტომ რომ ხშირად
ქალები აბრალებენ, ასე ვთქვათ, გენეტიკას, მათი მენოპაუზის თავისებურებებს. და რამდენად არის შესაძლებელი, რომ განსაზღვრული ვიყოთ, ასე ვთქვათ, გენეტიკით? ხშირად ვისმენთ ფრაზას, მაგალითად, რომ დედაჩემს ჰქონდა მძიმე მენოპაუზა, ალბათ მეც იგივე მელის, ნაწილობრივ ეს სწორიც არის, გენეტიკა ნამდვილად თამაშობს დიდ როლს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ნაადრევ მენოპაუზას ან საკვერცხის ნაადრევ უკმარისობას ეხება 40 წლამდე ასაკში ხდება ეს. როგორც ვიცით, დედის მენოპაუზის ასაკი და მისი სიმპტომების სიმძიმე გვაძლევს ნამდვილად მნიშვნელოვანი მინიშნებებს ჩვენს რისკებზე. ზოგადად გენეტიკა დიდწილად განსაზღვრავს, როდის დადგება მენოპაუზა, როგორი იქნება სიმპტომების ინტენსივობა, მაგრამ გენეტიკა არ არის საბოლოო განაჩენი, ის არის მხოლოდ სცენარის მონახაზი იმას, თუ როგორ განვითარდება ეს სცენარი და გაიღვიძებს თუ არა გარკვეული და კონკრეტული გენები, ამას ჩვენ ცხოვრების წესი და გარემო განსაზღვრავს და ეს არის ეპიგენეტიკა. თუ მაგალითად დედას ჰქონდა მძიმე მენოპაუზა, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენც აუცილებლად იგივე გელით. ჩვენი ყოველდღიური არჩევანი, კვება, ფიზიკური აქტივობა, ძილი, სტრესის მართვა, გარემო, რა გარემოშიც ცხოვრობთ, პირდაპირ მოქმედებს იმაზე, თუ როგორ წაიკითხება აი ეს ჩვენი გენები. და აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და არ შემიძლია არ აღვნიშნო ნაწლავის მიკრობიომი და ნაწლავის მიკრობიომის ჯანმრთელობა, განსაკუთრებით ეგრეთ წოდებული ესტრობოლომი, ბაქტერიების ჯგუფი, რომელიც ესტროგენის მეტაბოლიზმში მონაწილეობს და ჰორმონულ ბალანსი ახდენს ზეგავლენას. როდესაც მიკრობიომი მრავალფეროვანი და ჯანმრთელია, ორგანიზმს უკეთ შეუძლია ესტროგენების ბუნებრივ კლებასთან ადაპტაცია და მენოპაუზის სიმპტომებიც ხშირად უფრო მსუბუქად მიმდინარეობს. დისბიოზი კი ზრდის დაბალი ხარისხის ანთებას არღვევს ესტროგენის ნორმალურ მეტაბოლიზმს და სიმპტომებიც მძიმდება მიუხედავად გენეტიკისა. დღეს უკვე ვიცით, რომ ქრონიკული დაბალი ხარისხის ანთება შუახნის ასაკში გენების ექსპრესიას ცვლის და უჯრედულ დაბერებას აჩქარებს, მაგრამ ამაზე ზემოქმედება შესაძლებელია ანთების საწინააღმდეგო თითოეული ადამიანის მიკრობიომზე მორგებული კვებით, მაგალითად ჯანსაღი ცხიმების მიღებით, ომეგა-3-ის ადეკვატური მიღებით და კონთოვანი მასის გაძლიერებით. ჭარბი წონა უფრო და უფრო ხშირად უფრო მეტს ვიგებ, თუ რამდენად სხვადასხვა დაავადების წინაპირობა შეიძლება იყოს და ძალიან მნიშვნელოვანი ფორმა ამის არის ეგრეთწოდებული ვისცერალური ცხიმი, ან რომელიც არის ორგანოების გარშემო არსებული ცხიმი, რომელიც მათ ფუნქციაზე მოქმედებს. რა მნიშვნელობა აქვს წონის სწორ რეგულაციას მენოპაუზის მართვაში და ამ მძიმე სიმპტომების პრევენციაში? ნამდვილად ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული საკითხი და ძალიან მიხარია, რომ ამაზე ვსაუბრობთ. როდესაც ჰორმონული ტრანზიციის დროს წილის გარშემოწერილობა იზრდება, ჩვენ ამას ხშირად მხოლოდ ვიზუალურ და ესთეტიკურ პრობლემად აღვიქვამთ და სინამდვილეში ეს მუცლის ღრუში ორგანოების გარშემო დაგროვილი ეგრეთ წოდებული ვისცერული ცხიმი არის მეტაბოლურად ძალიან აქტიური, დამოუკიდებელი და უკიდურესად აგრესიული ენდოკრინული ორგანო. ეს ცხიმი, რაც ძალიან საინტერესოა, უწყვეტად გამოყოფს ანთების გამომწვევ პროანთებით მოლეკულებს, რომლებსაც ეწოდება ციტოკინები, როგორც ვიცით, და ეს მოლეკულები, ციტოკინები ინარჩუნებენ ორგანიზმში ქრონიკულ სისტემურ ანთებას, რაც წარმოადგენს ინსულინ რეზისტენტობის, ტიპი 2 დიაბეტის, გულსიძახთა პათოლოგიების ფუნდამენტურ მიზეზს. მაგრამ ბოლო წლების კვლევებმა კიდევ უფრო საყურადღებო სურათი აჩვენა. ტვინი მუდმივად უსმენს სხეულის ანთებით მდგომარეობას, ვისცერული ცხიმიდან მომავალი ეს ანთებითი მოლეკულები პირდაპირ აღწევენ ტვინში და ზედმეტად ასტიმულირებენ მიკროგლიას. მიკროგლია ტვინის იმუნური უჯრედებია, ტვინის დაცვის სისტემა, ეგრეთ წოდებული, როდესაც ის ქრონიკულად არის გაღიზიანებული, თავდაცვითი როლის ნაცვლად ხდება აგრესიული და იწყებს იწყებს ჯანსაღი ნეირონების დაზიანებას. დროთა განმავლობაში ეს პერმანენტული ნეიროანთება არღვევს ნეირონებს შორის კავშირს და აზიანებს ჩვენს მეხსიერების ცენტრს ჰიპოკამპუსს და ფიზიკურად აჩქარებს თავის ტვინის ქსოვილის ატროფიას. სწორედ ეს არის ის ბიოლოგიური მექანიზმი, რომელიც ხსნის თუ რატომ არის წელის დიდი გარშემოწერილობა ალცჰაიმერის და ნაადრევი კოგნიტური დაქვეითების ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი რისკ ფაქტორი. სულ ახლახანს აუცილებლად მინდა ეს აღვნიშნო 2026
წლის მარტში ძალიან პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება, რომელმაც აჩვენა, რომ ვისცერული ცხიმის დაკარგვა პირდაპირ გაზომვად კავშირშია ტვინის დაბერების შენელებასთან. საინტერესო არის ის, რომ ეს შედეგი სრულიად დამოუკიდებელი იყო ზოგადი წონის კლებისგან, ანუ მთავარია არა სასწორზე რიცხვის შემცირება, არამედ კონკრეტულად მუცლის გარშემო დაგროვილი შინაგანი ცხიმის მოშორება. ეს არის ძალიან ოპტიმისტური გზავნილი, რადგან ეს ნიშნავს, რომ პროცესი არის შექცევადი, ჩვენ გვაქვს მასზე ზეგავლენა და მუცლის ცხიმის მცირედი შემცირებაც კი რადიკალურად ცვლის ანთებით სიგნალებს და მიკროგლია უბრუნდება თავის ბუნებრივ დამცველობით როლს. აუცილებლად უნდა გკითხოთ ჰორმონოთერაპიაზეც, რომელიც დღემდე არსებობს რაღაც გარკვეული შიშების საზოგადოებაში, როდესაც ეს სიტყვა ესმით. და თქვენი გამოცდილებით რა არის ხოლმე ის მითები ან არ ვიცი, თუნდაც სტერეოტიპები, რომლებიც ამ ყველაფერს ამყარებს და ამ ჰორმონოთერაპიის შესახებ არსებულ შიშებს ხელს უწყობს, რომ გავრცელდეს. ის შიში, რომელიც დღეს ჰორმონულ თერაპიასთან დაკავშირებით არსებობს, ძირითადად ძველ 20 წლის წინანდელ მონაცემებს ეყრდნობა და არ ეყრდნობა არანაირად თანამედროვე მეცნიერებას. სინამდვილეში ჩვენ ახლა ქალთა ჯანმრთელობის სფეროში სრულიად ისტორიულ ეპოქაში ვიმყოფებით. სულ ახლახანს ამერიკის წამლის და კვების ადმინისტრაციამ FDA უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო ესტროგენის პროდუქტებს ოფიციალურად მოეხსნა ეგრეთ წოდებული შავი ჩარჩოს ისტორიული გაფრთხილება და ეს გაფრთხილება წლების განმავლობაში სრულიად უსაფუძვლოდ აშინებდა პაციენტებს, ექიმებს, აშინებდა კიბოს და დემენციის რისკების შესახებ. და ყველაფერი დაიწყო 2002 წელს ერთი კონკრეტული კვლევით, რომელმაც პირდაპირ რომ თქვათ მთელი მსოფლიო შეიყვანა შეცდომაში. ამ კვლევამ მთავარი ფუნდამენტური ხარვეზი, რაც ჰქონდა და რაც არის დაკავშირებული ამ კვლევასთან, იყო ის, რომ მონაწილე ქალების საშუალო ასაკი იყო 63 წელი, ანუ მათ მენოპაუზა უკვე დიდი ხნის დაწყებული ჰქონდათ. დღეს ჩვენ უკვე ზუსტად ვიცით, რომ თერაპიის დაწყება მენოპაუზის საწყის ეტაპზე და წლების შემდეგ რადიკალურად ბიოლოგიურად განსხვავებული პროცესებია და რომ ესტროგენი მუშაობს და ეფექტურია, სანამ დაავადებები განვითარდება, ანუ პრევენციისთვის. და ასევე მაშინდელ კვლევაში იყენებდნენ სინთეზურ ჰორმონებს და მხოლოდ ერთ ფორმას თანაც ამ ჰორმონების. თანამედროვე მედიცინა კი ასეთ ფორმულებს ფაქტობრივად აღარ იყენებს. ასევე სტატისტიკა იმ პერიოდში გაანალიზდა ძალიან არასწორად და ასე მიეწოდა ეს ინფორმაცია მსოფლიოს. ამ ყველაფერმა კი გლობალური პანიკა გამოიწვია და ქალებს ერთ დღეში შეუწყვიტეს ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია. და შეწყდა ასევე სამწუხარო ის არის, რომ ასევე შეწყდა მენოპაუზის შესახებ ექიმების განათლება, ან კიდევ შეიძლება ითქვას, რომ მინიმუმამდე შემცირდა. თუმცა, როდესაც მეცნიერებმა ამავე კვლევის 20 წლიანი დაკვირვების შედეგები შეაჯამეს, მივიღეთ სრულიად საპირისპირო უთხოვარი მტკიცებულება და აღმოჩნდა რეალურად, რომ მხოლოდ ესტროგენით ჩანაცვლების თერაპია არათუ იწვევს, არამედ პირიქით 23%-ით ამცირებს თუთუს კიბოს განვითარების რისკს და მკვეთრად ამცირებს საერთო სიკვდილიანობას. და ასევე პროგესტერონთან ერთად ესტროგენ ჩანაცვლების თერაპიაც არ არის დაკავშირებული იმ რისკებთან, რა რისკებიც გაჟღერდა ამ დროს. ანუ სწორად დანიშნულ ესტროგენს მძლავრი ონკოპროტექტორული დამცველობითი ეფექტი გააჩნია. დიახ, აქ მინდა კითხვა დაგისვათ, თუ შეიძლება ესტროგენის ფუნქციაზე, იმიტომ რომ ხშირად როცა ვსაუბრობთ მენოპაუზის პერიოდში ესტროგენის როლზე, არის ასოციაციები, რომ ოსტეოპოროზის განიცავს, ამ ალების შემთხვევაში არის ასევე ეფექტური, რომ მათი სიხშირე შევამციროთ და გარკვეული სხვა პრობლემები, როგორც მაგალითად ატროფიული ვაგინური დაზიანებები ამისთვის უფრო გამოიყენება, მაგრამ ახალი კვლევები ასევე ამბობს, რომ არის საკმაოდ ძლიერი ნეიროპროტექციული ფუნქციაც, რომელიც ნაკლებად არის შესწავლილი ესტროგენის, რა როლი აქვს ამაში ესტროგენს და რა დაავადებებისგან შეიძლება დაგვიცვას მისმა როლმა ჩართვამ მენოპაუზის მართვაში. ესტროგენი ქალის ტვინის მთავარი ენერგეტიკული მცველია. სრულიად გადაუჭარბებად შეგვიძლია ეს ვთქვათ, მენოპაუზა არის ნამდვილად კრიტიკული ნევროლოგიური გარდამავალი პერიოდი და ეს არ არის მხოლოდ რეპროდუქციული პროცესი. ახალგაზრდობის და რეპროდუქციულ წლებში ესტროგენი, კერძოდ კი მისი ყველაზე აქტიური ფორმა ესტრადიოლი, ტვინისთვის ნამდვილად დამცავი ფარის როლს ასრულებს. წარმოიდგინეთ, რომ ესტროგენი
არის გზამკვლევი, რომელსაც უჯრედებამდე ენერგია, ანუ გლუკოზა მიაქვს, სწორედ ეს ენერგია გვჭირდება სუფთა აზროვნებისთვის, კარგი მეხსიერებისთვის, ემოციური წონასწორობისთვის. გარდა ამისა, ესტროგენი იცავს ტვინს ანთებისგან და ეხმარება ჩვენს უჯრედებს, ჩვენი უჯრედების სპეციფიურ ორგანელებს, მიტოქონდრიებს, იმისათვის, რომლებიც ენერგიას წარმოქმნიან, იმისათვის, რომ მათ გამართულად იმუშაონ. ალცჰაიმერის დაავადება ქალებში ორჯერ უფრო ხშირად ხდება ვიდრე მამაკაცებში. არსებობს ასეთი ნეირომეცნიერი ლიზა მოსკონი, რომელმაც გარდამტეხი ჩაატარა სწორედ ამ მიმართულებით, ტვინის სკანირებით ჩატარებულმა კვლევებმა მისმა კვლევებმა აჩვენა, რომ ტვინში ალცჰაიმერისთვის დამახასიათებელი ცვლილებები, ამილოიდური ფოლადების დაგროვება და ტვინის ენერგეტიკული მეტაბოლიზმის დაქვეითება ქალებში სწორედ პერიმენოპაუზის და მენოპაუზის პერიოდში იწყება. როგორც უკვე ვთქვი, ესტროგენი ტვინისთვის ერთ-ერთი მთავარი ნეიროპროტექტორული ჰორმონია და ის ტვინის უჯრედებს ძალიან აქტიურად ეხმარება, რომ გლუკოზა გარდაქმნან ენერგიად. მენოპაუზის დროს, როდესაც ესტროგენის დონე მკვეთრად ეცემა ტვინის ენერგეტიკული სისტემა ირღვევა, რაც იწვევს რეალურად ტვინის შიმშილს, ანთებით პროცესებს და შესაბამისად ალცჰაიმერის. ქალბატონო ქეთევან, აუცილებლად მინდა დაგისვათ შეკითხვა თვითმკურნალობაზეც, იმიტომ რომ ხშირად არის ესეთი შემთხვევები, როდესაც ქალები მიმართავენ თვითმკურნალობას ან მეგობრის რჩევით, ან მეზობლის რჩევით, რაღაცა ტიპის ჰორმონების დარეგულირებას, ასე ვთქვათ, ცდილობენ ხოლმე. ზუსტად რომ განმარტოთ, რატომ არის ეს საშიში და ამისათვის ვისაუბროთ უშუალოდ ანუ ჰორმონებთან მიმართებაში, უნდა აუცილებლად განვიხილოთ ესტროგენს და პროგესტერონს შორის ძალიან რთული ურთიერთქმედებაც. მოდით წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია, ქალმა გადაწყვიტა რომ დაეწყო ესტროგენის გელის ან სპრეის გამოყენება, მხოლოდ იმიტომ რომ მისმა მეგობარმა ან მეზობელმა მიიღო ეს დანიშნულება და თავი შესანიშნავად იგრძნო, მაგრამ მას გამორჩა ერთი მცირე დეტალი. ამ მეგობარს ოდესღაც ჩატარებული ჰქონდა ჰისტერექტომია, ანუ საშვილოსნო სამოკვეთა. როდესაც ქალს საშვილოსნო აღარ აქვს, მხოლოდ ესტროგენით თერაპია აბსოლუტურად სწორი, ნორმალური და დამცველობითი სტრატეგია. მას პროგესტერონი აღარ სჭირდება როგორც დამცველი, საშვილოსნოს დამცველი, მაგრამ იმავე ესტროგენს თუ თვითნებურად გამოიყენებს ქალი, რომელსაც შენარჩუნებული აქვს საშვილოსნო, იქნება კრიტიკული საფრთხე. ესტროგენი არის პროლიფერაციული ჰორმონი, ის იწვევს ქსოვილების, მათ შორის საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ენდომეტრიუმის ზრდას, გასქელებას, როდესაც ამ ზრდას არ ვაბალანსებთ პროგესტერონით, რომელიც ქსოვილის დაცვას და სტაბილიზაციას უზრუნველყოფს, ეს უკონტროლო გასქელება დროთა განმავლობაში პირდაპირ ზრდის ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკს. ამიტომ ასეთ პაციენტებში ესტროგენთან ერთად აუცილებლად არის საჭირო პროგესტერონის მიღებაც და ეს არ არის სურვილის საკითხი, ეს არის აბსოლუტურად ონკოლოგიური უსაფრთხოების ურყევი სამედიცინო სტანდარტი. მსგავსი შემთხვევები ძალიან ბევრი შეიძლება მოვიყვანოთ და შესაბამისად ეს ფაქტიც გვეუბნება, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქალის შემთხვევა იყოს პერსონალიზებული და იყოს აბსოლუტურად ინდივიდუალიზებული. დიდი მადლობა, რომ ამ თემაზე გვესაუბრეთ. ბევრი სიახლე იყო, ბევრი ტრანსფორმაციული ინფორმაციას, რომელიც დააწმუნებულია ბევრი ქალისთვის ცვლის წარმოადგენებს, როგორ შეიძლება უფრო მარტივადაც და უფრო სწორედ მართოს საკუთარი მენოპაუზა და ზოგადად ჰორმონალური პრობლემები. დიდი მადლობა, რომ წაგვიდეთ. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. დაგემშვიდობებთ. სტომატოლოგია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი მედიცინის დარგია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდებში და დიდ კარიერულ შესაძლებლობებს თავაზობს. ერთ-ერთი გამორჩეული სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს უნივერსიტეტშია, რომელიც მიზნად ისახავს კონკურენტუნარიანი ახალგაზრდა სტომატოლოგების აღზრდას. დღეს ჩვენი სტუმარია ელენე გიგინეიშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის სტომატოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, ევროპის სტომატოლოგიური განათლების ასოციაციის ბორდის წევრი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის აკადემიური დოქტორი. მოგესალმებით ელენე, დიდი მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ხართ. და პირველი ზოგადი შეკითხვით დავიწყოთ და თან რაზეც უკვე შესაძლოა ვისაუბრეთ, რითი გამოირჩევა საქართველოს უნივერსიტეტის სტომატოლოგიის პროგრამა და რა არის მისი უპირატესობები, ასე ვთქვათ. მოგესალმებით, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის.
თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ სტომატოლოგია ეს არის ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი და განვითარებადი დარგი, რომელიც უკვე ძალიან დიდ და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს როგორც საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში, ასევე საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში. მინდა აღვნიშნო, რომ სტომატოლოგია ეს არ არის მხოლოდ პირისწყლის დაავადებების მკურნალობა, ეს არის უკვე პრევენციული ღონისძიებები, ეს არის ცხოვრების ხარისხი და რა თქმა უნდა თანამედროვე ტექნოლოგიები. შესაბამისად, ზუსტად ამ ყველაფრის გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანი არის ხარისხიანი განათლების და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული განათლების წარმოება. ზუსტად რომ ამას ახორციელებს საქართველოს უნივერსიტეტი, ჩვენი პროგრამა ფუნქციონირებს უკვე 2014 წლიდან. ჩვენ ვუზრუნველყოფთ როგორც ხარისხიან თეორიულ განათლებას, ასევე ძლიერ კლინიკურ პრაქტიკას. ამ ეტაპისთვის ჩვენთან პროგრამა არის რაც მთავარია ინგლისურენოვანი და ამ ეტაპისთვის ჩვენთან სწავლობენ როგორც ქართველები, ასევე სტუდენტები მსოფლიოს დაახლოებით 70-ზე მეტი ქვეყნიდან. კითხვა რომელიც ამ საკითხზე გამიჩნდა, რადგან ახსენეთ რომ პროგრამა არის ინგლისურენოვანი და უცხოელი სტუდენტები სწავლობენ, მაინტერესებს რა ხდის ამ პროგრამის კურსდამთავრებულებს კონკურენტულ ზოგადად უფრო ფართო ბაზარზე. ჩვენი პროგრამა გარდა იმისა, რომ ითვალისწინებს ადგილობრივ აკადემიურ, ასევე საერთაშორისო აკადემიურ სტანდარტებს და ზოგადად რა იგულისხმება აქ. იგულისხმება ზოგადად პროგრამის სტრუქტურა, თანამედროვე შეფასებისა და სწავლების მეთოდოლოგია, რაც მინდა გითხრათ, რომ ყოველწლიურად უფრო და უფრო მრავალი ხდება ბაზარზე, ასევე ინფრასტრუქტურა, ლაბორატორიები, აქ იგულისხმება არა მხოლოდ ბიოსამედიცინო მიმართულებით, არამედ ისეთ დარგებში, როგორც არის ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული სტომატოლოგია, ქირურგიული სტომატოლოგია, ორთოპედიული სტომატოლოგია, ასევე სახელმძღვანელოები, რაც მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი პროგრამაში ინტეგრირებული სახელმძღვანელოები ნებისმიერ ევროპულ თუ ამერიკულ სკოლაში უკვე აპრობირებულია, რა თქმა უნდა, და ჩვენ ვიაზრებთ და ვიზიარებთ მათ გამოცდილებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ეს არის კომპეტენტური, როგორც აკადემიური, ისე მოწვეული პერსონალი, ვინაიდან ხარისხის უზრუნველყოფაში მათი როლი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ზუსტად მაგაზე მინდა გკითხოთ, რომ ალბათ თქვენ არა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ აკადემიური პერსონალის სწავლების განვითარებაზეც ზრუნავთ და ეს როგორ ხდება, რა მეთოდებია, რომ აკადემიური პერსონალიც მუდმივად მზად იყოს, ხელს უწყობდეს სტუდენტებს, იმიტომ რომ ვიცი, რომ ეს ასეა. იცით რა არის, მე ვფიქრობ, რომ აი რაც აღვნიშნე ხარისხის უზრუნველყოფის და წარმატების, განათლების წარმატების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი არის პერსონალი ზუსტად. და ჩვენ მინდა გითხრათ, რომ მათი უწყვეტი პროფესიული განათლება, ასე ვთქვათ, ინსტიტუციის წარმომადგენლების ჩვენი პირდაპირი ვალდებულება არის. შესაბამისად, ყოველწლიურად რუტინულად ვახდენთ მათ ხელშეწყობას, როგორც სწავლების და შეფასების მეთოდოლოგიებში, ვახორციელებთ ტრენინგებს, ასევე მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საერთაშორისო კონფერენციებზე თუ მასტერკლასზე მოვახდინოთ მათი დასწრება და მინდა გითხრათ, რომ საქართველოს უნივერსიტეტის პერსონალს ამის ფუფუნება ნამდვილად აქვს. რომელიც ალბათ გაუჩნდება ყველა სტუდენტს, რამდენად უზრუნველყოფთ სამართლიან შეფასების სისტემას უნივერსიტეტში, იმიტომ რომ როგორც სტუდენტს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის, რომ იყოს ობიექტური და დაფუძნებული რეალურ ცოდნაზე. მე უნივერსიტეტის მხრიდან მოგახსენებთ ახლა, რა თქმა უნდა, ჩვენთან შეფასების სისტემა არის ძალიან ობიექტური და გამჭვირვალე. რაც შეეხება მეთოდოლოგიებს, გარდა იმისა, რომ ვიყენებთ წერით და ზეპირ ტრადიციულ მეთოდოლოგიებს, რაც ყველა ნებისმიერ უნივერსიტეტში ხორციელდება, ჩვენთან არის აგრეთვე ისეთი მეთოდოლოგიები დანერგილი, როგორიც არის ეგრეთ წოდებული OSCE და OSPI, მაგალითად, ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური და პრაქტიკული გამოცდები. ასევე პრაქტიკულ მანიპულაციებზე პირდაპირი დაკვირვების მეთოდოლოგია. მოკლე კლინიკური შეფასებები და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ პრაქტიკულ კომპონენტში მუდმივად ხდება ამ შედეგების შეგროვება, შემდეგ გაანალიზება და რაც თავარია სტუდენტებისთვის უკავშირი, რადგან ზუსტად ისინი იღებენ ინფორმაციას, რომელ პრაქტიკულ კომპონენტში სად და რომელ ეტაპზე ქონდათ ხარვეცი. კიდევ რა დამატების შესაძლებლობები ეძლევათ სტუდენტებს უნივერსიტეტის სწავლის პერიოდში? შეიძლება იყოს ეს გაცვლითი პროგრამა, არ ვიცი, ნებისმიერ რამ, რაც შეიძლება იყოს საინტერესო სტუდენტებისთვის, რომლებიც ახლა გვესმენენ. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს, ასე ვთქვათ, კურიკულუმ გარი აქტივობა ორი სახის.
ერთი არის, როდესაც თვითონ ჩვენივე მაღალკურსულ სტუდენტებს ვასაქმებთ ჩვენსავე ლაბორატორიებში ტრენერებად, ასე ვთქვათ, მენტორებად, როდესაც უფრო ახალგაზრდა სტუდენტებს უწევენ დახმარებას კონკრეტული პრაქტიკული პროცედურების კუთხით, ისინი ამზადებენ მათ და რა თქმა უნდა, ეს ჩვეულებრივად ანაზღაურებადია და მათი სამსახურის ნაწილი არის. მეორე აქტივობა, რაც შეიძლება ვთქვათ, ეს არის ინტერნეტ დასაქმება მათი სტომატოლოგიურ კლინიკაში, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ასევე ჩვენი საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკა, სადაც ასევე ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები არიან დასაქმებულები და ხელს უწყობს სტუდენტებს, რომ ასისტენტის პოზიციაზე, რა თქმა უნდა, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ვასაქმებთ ხოლმე. რაც შეეხება გაცვლით პროგრამებს, ამ ეტაპისთვის ბოლო ყველაზე ახალი რაც მახსენდება, ეს არის ესპანეთის ერთ-ერთ ძალიან ცნობილ უნივერსიტეტთან, ADEMA და ასევე რომის საპიენცას უნივერსიტეტთან მემორანდუმის გაფორმება, რაც რა თქმა უნდა მოიცავს როგორც სტუდენტთა გაცვლას, ასევე პერსონალის გაცვლას და ასევე საერთო კვლევით პროექტებში ჩართულობას. საინტერესო. მორიგი კითხვა რომელიც ასევე მინდა დაგისვათ, იმიტომ რომ მედიცინა და ასევე სტომატოლოგია ძალიან სწრაფად განვითარებადი სფეროები არის. რამდენად ეწევით ამ სწრაფ ტემპს, რამდენად ნირგავთ ამ ახალ ტექნოლოგიებს თქვენი განათლების კურსში? ხელოვნური ინტელექტი ეს არის საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის ძალიან დიდი გამოწვევა და ამ ეტაპზე ვფიქრობთ გარკვეული ნაწილით კურიკულუმში ამ კომპონენტის ჩაშენებას. რაც შეეხება ასევე პრეკლინიკურ ეტაპზე სიმულატორებით, სტომატოლოგიური თანამედროვე დანადგარებით, ფანტომებით ვუზრუნველყოფთ კლინიკასთან, რაც შეიძლება ახლო მიმართულებას და რაც შეიძლება ახლო განვითარება სტუდენტებისთვის, რომ მათი ეს პრაქტიკული მუშაობა იყოს ძალიან უსაფრთხო, ასევე დანერგილი გვაქვს შეფასების პროცესში სიმულაციური პაციენტის როლი, რაც ასე ვთქვათ, სტუდენტებს ეხმარება ინდივიდუალურად გადაწყვეტილების მიღებაში და კრიტიკულად აზროვნებაში. და ბოლო შეკითხვა დავსვათ, მიუხედავად იმისა, რადგან ვისაუბრეთ და ბევრი ძალიან საინტერესო დეტალი იქნება ეს თუს პროგრამის შესახებ, ბევრი საინტერესო ამბავი მოვყავით, რატომ უნდა აერჩიოთ ამომავალმა სტუდენტებმა, ანუ ამჟამად აბიტურიენტებმა საქართველოს უნივერსიტეტის სტომატოლოგიის პროგრამა? თით შეჯამების სახით რომ გამოგვივიდეს, ჩვენ პროგრამას ირჩევს ის, ვინც მართლა მიზნად ისახავს ხარისხიან განათლებას, ასევე თანამედროვე პრაქტიკულ გამოცდილებას და თანამედროვე ტექნოლოგიებს. ჩვენი უნივერსიტეტი უკვე წლები არის ოფიციალური წევრი ევროპის სტომატოლოგიური განათლების ასოციაციის, რაც კიდევ ერთხელ არის გარანტი იმისა, რომ პროგრამა არის როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი, რაც მათ დასაქმებაში ნამდვილად დიდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. იმედი დარწმუნებული ვარ, რომ ესეც იქნება. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ამ საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის და დიდი მადლობა მშვიდობებით. დიდი მადლობა. ნახვამდის. და ბოლოს მნიშვნელოვანი სამედიცინო სიახლე. საქართველოში ფუნქციონირება დაიწყო სრულიად ამერიკის შეერთებული შტატების რეგულაციებზე დაფუძნებულმა ტელემედიცინის საერთაშორისო პლატფორმა MedVeritas Global-მა. პლატფორმაზე ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი კლინიკებიდან საუკეთესო ქართველი და ამერიკელი ექიმები გაერთიანდებიან. MedVeritas Global პაციენტებს დაეხმარება საქართველოდან გაუსვლელად და თანაც მაქსიმალურად სწრაფად მიიღონ ალტერნატიული სამედიცინო მოსაზრება, ეგრეთ წოდებული second opinion, რაც ნიშნავს ეს ამიერიდან რთული სამედიცინო შემთხვევებიდან საეჭვო დიაგნოზის დროს თქვენ ამერიკის შეერთებული შტატების მაღალ კვალიფიციურ ექიმებთან შეძლებთ დააზუსტოთ დიაგნოზი და მიიღოთ უახლეს მიდგომებზე დაფუძნებული მკურნალობის რეკომენდაცია. ჩვენ პერიოდულად გაგაცნობთ ამ ძალიან წარმატებულ ექიმების გუნდს და მათ მოსაზრებებს სამედიცინო სიახლეებზე და კვლევებზე. ახალ შესაძლებლობებზე თქვენ კი MedScriptum-ის Facebook გვერდზე გთხოვთ გამოგვიგზავნოთ კითხვები და ამ კითხვებს ჩვენ ეთერში MedVeritas-ის უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმებთან ერთად უპასუხებთ. ზვია დაბურჯანია სერტიფიცირებული ფსიქიატრია, რომელიც მუშაობს ბავშვებთან, მოზარდებთან და ზრდასრულებთან. ზვიადი ცინცინატის ფსიქოანალიტიკური ინსტიტუტის კანდიდატია და მუშაობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დეპრესია, შფოთვითი აშლილობა, ADHD, OSD და პიროვნული მახასიათებლები. ბატონო ზვიად, მოგესალმებით. დიდი მადლობა ინტერვიუზე, რომ დაგვთანხმდით. ჩემი პირველი კითხვა, რადგან მეხები ძალიან სენსიტიურ თემას, რომელიც არის ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიული მოთხოვნილებები და პრობლემები. ხშირად, როცა საუბარი გვაქვს ბავშვებზე და ასევე თინეიჯერებზე, ვფიქრობთ, რომ მათი არაჩვეული ქცევა შეიძლება იყოს ასაკის ბრალი, ან უბრალოდ დროებითი ცვლილება, რომელიც თავისით გაივლის. რა შემთხვევაში უნდა მივხვდეთ, რომ ეს უკვე არა მხოლოდ ასაკობრივი ეტაპია, არამედ საჭიროა სპეციალისტთან ვიზიტი? ხო, მართალია,
ხანდახან არის რაღაც გამორება, როცა ბავშვი სექციო როგორც არ მოსწონს, მაგრამ ეს გაივლის. მაგრამ თუ კი ეს არის საცდენილი დროში, ალბათ ან თუ კი არის ძალიან სწორად გამოვლენილი, ან დიდ სტრესს იწვევს თვითონ ბავშვი ან ოჯახში, ამ დროს ალბათ საჭიროა რომ მივაქციოთ ყურადღება და ვნახოთ. აი მაგალითად 2 წლის ბავშვი თუ ამბობს არას ყველაფერზე, ამას არ აუშვებს. მაგრამ თუ 6 წლის ბავშვი ყველაფერზე არას ამბობს, გეწინააღმდეგება, გეკამათება, მაშინ ალბათ ჯობია რომ მეტი ყურადღება მივაქციოთ და ვნახოთ რის გამო არის ეს. თუ ბავშვი 3 წლის ბავშვი თავისთვის თამაშობს, არ აუშვებს. მაგრამ თუ 5 წლის ბავშვი მაინც თავისთვის თამაშობს, ხებს არ აქცევს ყურადღებას, თუმცა რომ მივაქციოთ ყურადღება. თქვენი გამოცდილებით დღეს რა არის ყველაზე ხშირი ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევები ბავშვებში და დასრულებში? რა იცვლება უკეთესობისკენ, როცა ახალგაზრდები დროულად იღებენ დახმარებას და ეს პრობლემები არ ხდება პერსისტენტული და წლობით გაგრძელებული? აუტიზმი საკმაოდ ხშირია. კიდევ ADHD რა თქმა უნდა ყველაზე ხშირია. შფოთვები უფრო თინეიჯერების დროს და დეპრესია მაგ დროს არის უფრო შეიძლება ცოტა მოგვიანებით და მარტოობის შეგრძნება. მარტოობა არ არის მაინც პათოლოგიური ყოველთვის. ხანდახან საჭიროც არის ამის შეგრძნება. მაგრამ შფოთვები ხშირად პათოლოგიური არის ხოლმე. იმის ალბათ ხშირად სოციალური მედიაც შეიძლება იწვევდეს ამ ყველაფერს. არარეალური მოთხოვნები საკუთარი თავის მიმართ, სხვასთან შედარება. საქართველოში ბევრ სტიგმას ვაწყდებით, მithumetes ფსიქიატრიის დარგში. იმიტომ რომ წარმოდგენა გვაქვს, რომ ფსიქიატრი ასოცირდება ძლიერი ფსიქოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებთან, უფრო მეტად ვფიქრობთ შიზოფრენიაზე, შესაძლებელია ბიპოლარულ აშლილობაზე, მაგრამ შედარებით უფრო გავრცელებული ფორმები, რომელიც არის დეპრესია, შფოთვითი აშლილობა, არ აღიქმება როგორც ფსიქიატრის ჩართულობის საჭიროების მქონე დაავადებები. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე და მე მნიშვნელოვანია რომ ასეთ მდგომარეობებზეც ფსიქიატრის ჩართულობა იყოს მჭიდრო. სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა გამოცდილება აქვს ამ ცხოვრებაში, ზოგს ისეთი სტრესის გადატანა მოუწია, რომ სხვა ვერც კი გაუძლებდა საერთოდ ამას. და პიროვნულ ნაკლებად არ იცვლება ის, რომ შეიძლება ვიღაცა შფოთვები ქონდეს, ან დეპრესიული იყოს. და ხშირად პიროვნული სიძლიერის მანიშნებელია ის, რომ ადამიანს შეუძლია თქვას, რომ დახმარება სჭირდება. და სხვას ესაუბრებს. ჩვენ საზოგადოება არის ასე თუ ისე პოსტსაბჭოური. და პოსტსაბჭოური მაინც სპეციფიური არის საბჭოთა კავშირის მიმართ, ხშირად გამოიყენებოდა ხოლმე ფსიქიატრია ხალხის დასათქმულად და ხშირად აქვს ხოლმე ხალხს ეჭვი. მართლა მჭირდება დახმარება თუ იმიგონებენ ამას. თქვენ დღეს გესაუბრებით Medveritas Global-ის წარმომადგენლის როლში და მაინტერესებს თქვენი აზრი. ამით მნიშვნელოვანი არის მეორე აზრის მოსმენა ფსიქიატრიული დიაგნოზების სფეროში კონკრეტულად, იმიტომ რომ ხშირად ფსიქიატრიული ნიშნების შეფასება, რა თქმა უნდა, ეფუძნება ობიექტურ პარამეტრებს და ნიშნებს, თუმცა არ არის ასე მკაფიოდ გამოხატული ნიშნები, კლინიკური ნიშნები, რომელიც შეიძლება სომატურ დაავადებებს ახალდეს თან. რატომ არის უფრო მნიშვნელოვანი ფსიქიატრიაში კიდევ ერთხელ რომ პოტენციურად დიაგნოზი გადამოწმდეს თუ მკურნალობა არ გვაძლევს ყოველთვის ასოვა შედეგს? ალბათ ყველა ქართველს თუ მეტესობას თუ არა უნდა რომ რაღაცით გამოვაგდეს თავს ქვეყანას, ეს არის ძირითადი мотивация ამისთვის. რომ კარგია უცხოეთში შესაძლებლობების ქონა, განათლება მიიღო, მაგრამ ხანდახან უნდა ხოლმე ადამიანს რომ დაეხმაროს საკუთარ ხალხს. ფსიქიატრიაში იმდენად არ გვაქვს ეს ლაბორატორიული კვლევები ან რენტგენი მაინც არ შევლის ხოლმე ეგეთი რაღაცები. ძირითადად ფსიქიატრიაში არის ინტერვიუ და საუბარი. და ამის მიხედვით უფრო ვადგენთ ხოლმე როგორ შეიძლება დავეხმაროთ ადამიანს. ან საერთოდ შეიძლება არც კი ჭირდებოდეს იმ ადამიანს დამატებით დახმარება. მაგრამ რაც შეეხება ლაბორატორიულ ტესტებს, აქ უფრო ხშირად რაც ფსიქიატრიაში გამოდგება ხოლმე არის ის, რომ
ხანდახან რაღაც წამალს გამოვწერთ ხოლმე და რომ ნახოთ ეს წამალი არის თუ არა იმ თერაპიულ ფანჯარაში, სადაც უნდა იყოს, მაგალითად ძალიან ბევრ სხვადასხვა თან საკმარისი არ არის ხანდახან. ან ხშირად ხდება ხოლმე რომ წამალს რომ მისცემ შეიძლება გამოიწვიოს რაღაც გვერდითი ეფექტები, მაგალითად ხანდახან ქოლესტერინი შეიძლება მოიმატოს, ან შეიძლება სისხლის თეთრი უჯრედები მოიმატოს ან ეგეთი რაღაცები და გვერდითი ეფექტების მონიტორინგი რო გავაკეთოთ, მაგისთვისაც ვაკეთებთ ხოლმე ლაბორატორიულ კვლევებს, მაგრამ დიაგნოსტიკისთვის ხშირად არ გამოდგება ხოლმე, გარდა იმისა, რომ შეიძლება გამოვრიცხოთ ხოლმე სამედიცინო მიზეზები. მაგალითად, ვიღაცა შეიძლება ქონდეს თიროტოქსიკოზი და არ უნდა უკუნდალოთ ანტიდეპრესანტებით, რომ შფოთვები შევამციროთ ამ დროს. ძალიან მნიშვნელოვანი არის სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მიღება და გაგება თუ რა იწვევს ამა თუ იმ სიმპტომს, იმიტომ რომ ერთი და იგივე სიმპტომი შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მდგომარეობით. მაგალითად, შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს ყურადღების დარღვევა, რაც შეიძლება გამოიწვიოს ყურადღების დარღვევის დეფიციტმა, ან შეიძლება ეს გამოიწვიოს დეპრესიამ, იმიტომ რომ ადამიანს შეიძლება საერთოდ არ აინტერესებს რა ხდება გარეთ, ან შეიძლება გამოიწვიოს შფოთვამ, იმიტომ რომ ის ადამიანი თავისთვის რაღაცაზე შფოთავს და შენ რას ეუბნები შეიძლება საერთოდ არც გაიგოს, ან შეიძლება იყოს ფსიქოზური მდგომარეობა, როცა ადამიანი საერთოდ მოწყვეტილია ხოლმე გარემოდან. კარგი არის, როცა ფსიქიატრს შეუძლია თერაპიაც და წამის გამოწერას, რა თქმა უნდა. ეს იმის გამო, რომ თუ კი თერაპიულ სეანსებსაც ატარებ, ხშირად გაქვს პაციენტთან კონტაქტი, უფრო მეტი ნიუანსები იცი რაღაცებზე და ამის გამო უფრო კარგად შეგიძლია ეს წამალის გამოწერა. თქვენ ხართ სპეციალიზირებული ისეთი დაავადებების მართვაში, როგორიც არის OCD, ანუ ობსესიური კომპულსური აშლილობა, ADHD-ის სპეციფიკური აშლილობები, რომლებიც ხშირად გვხვდება ამასაკის ბავშვებსა და თინეიჯერებში. როგორ არჩევს გამოცდილი ფსიქიატრი? სად არის რეალურად ADHD, სად ხდება შფოთვა, სად ხდება ობსესიური ფიქრები და კომპულსიები, სად არის უბრალოდ ოჯახური ან სასკოლო სტრესი. რადგან სიმპტომები ხშირად ერთმანეთს ემთხვევა და ხანდახან რთულია გარჩევა მათი ერთმანეთისგან. ინტერვიუს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და დეტალებს. ხშირად ყურადღების დარღვევის დეფიციტი იწვევს ხოლმე შფოთვებს, როგორც ადრე ვახსენე, იმის გამო რომ ხანდახან ადამიანს გონია რომ რაღაც გამომჩა, ან რაღაც ხომ არ გამოვიწყდა და ამოწევს ხოლმე ხშირად იმის გამო რომ მართლა ავიწყდება ხოლმე და კარგია რომ ამოწევს, რომ არ დაავიწყდეს. მაგრამ ხანდახან ადამიანს აქვს შფოთვები და ამის გამო ობსესიური კომპულსიური დაავადება ახსენეთ და ამის გამო ამოწევს ხშირად. რომ ამ შემოწმებით რაღაც ეს პრევენცია გააკეთოს მომავალში, რაც ლოგიკურად შეიძლება არც კი იყოს კავშირში ამ ქცევასთან. შეიძლება ვიღაცას კატაყავს სახში და სანამ სახლიდან გავა, შტეფსელიდან ყველა მავთული გამოაძროს, მაგალითად იმის გამო, რომ ეშინია, რომ კატამ შეიძლება მავთულს უკბინოს და დენვა დაარტყას. ამ კატას დაუშვათ არასდროს არ უკბენია მავთულისთვის და ეს ასე თუ ისე საკმაოდ არარეალური რამეა, მაგრამ თუ კი ეს ადამიანი არ გამოაძროს ამ შტეფსელიდან მავთულს, მთელი დღე ინერვიულებს იმაზე, რომ კატამ მავთულს არ უკბინოს და დენვა არ დაარტყას. ან შეიძლება თუ გამიბრაზდეს ამას რომ ვიტყვი, მაგრამ ხანდახან მარტივი მაგალითი არის ხოლმე ის ხეზე დაკაკუნება. იმას არ რომ ვინც ხეზე დააკაკუნებს, ყველას ეს აქვს, მაგრამ არის რაღაცის სპექტრი გამოვლენა, ხო? რომ ვაკეთებთ ხოლმე რაღაც რიტუალს, რომ პრევენცია გავაკეთოთ რაღაცისთვის, რაც შეიძლება ლოგიკურად არ იყოს დაკავშირებული იმასთან. აი მაგალითად აღარ მახსოვს რატომ არის ხოლმე, მაგრამ მარილს უყრის ხოლმე ხალხი ან პრინც. ხშირად არის ხოლმე, რომ ბავშვს იროში ფოთავს, რომ სკოლაში წასვლა არ უნდა, სხვადასხვა მიზეზების გამო მუცელი ატკივდება ხოლმე, მაგალითად. ეს ყველაზე კლასიკური მაგალითია. მაგრამ შეიძლება რა თქმა უნდა დიდებშიც მოხდეს ხოლმე, მაგრამ ბავშვებში უფრო ხშირად არის.
ნუ ერთი მეორე ეს არის ხოლმე ბავშვები უფრო ხშირად მეუბნებიან ხოლმე, რომ აი ხმები მესმის მაგალითად ან რაღაცას ხედავ ხოლმე რაც არ არის. და ამ დროს უნდა ვიცოდეთ, რომ ბავშვებში ეს ხშირი არის და ეს ნორმალურიცაა ხოლმე. და არ არის აუცილებელი, რომ დაუბრალოთ, ანუ ვიფიქროთ, რომ ამას შიზოფრენია აქვს. და ბავშვებს იმდენად არ აქვთ განვითარებული ეს თავდაცვის მექანიზმები, რომ გავყონ რა არის რეალური, რა არ არის რეალური და ამიტომ ხშირად არის ხოლმე რომ რაც ხმა ესმის იმის გამო რომ შეიძლება რაღაცაზე ფიქრობდნენ და ეს ხმა დაიყვან. ბატონო ზვიად, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და საინტერესო თემას შევეხეთ ბევრისთვის მკურნეულს და დიდი იმედი მაქვს ასევე რომ ამ ინტერვიუს შემდგომ წარმოდგენას მცირედ შეიცვლება ბავშვთა ფსიქიატრიის მიმართ.